გამარჯობათ. აი ესე მომინდა და შავთეთრი ვიდეოა დღეს. სამაგრი დავკარგე. რადგან მე მიყვარს შავთეთრი კადრები, რადგან მე მიყვარს შავთეთრი ვიდეოები და შავთეთრში ძალიან არ ეტყობა თორობა რო არის ყირთამალა დასაუთოებელი. ამიტომ ესეც კი შავთეთრი, აი რა მაგარია. არ ეტყობა რო ვარდისფერია. უნდა დავაუთო და მეთქი ჯერ გადავიღებ ვიდეოს ახალი ტელეფონით და შავთეთრი კადრით. ძალიან მაგრად მინდა მიყვარს შავთეთრი, აი უზომოდ და იმ ძველ ტელეფონით ამ შავთეთრ გამოსახულებას ვერ ვაკეთებდი. აი რატო არის კარგი, როდესაც საკუთარ თავს უგზავნი მესიჯებს. ეხლა უნდა დავტესტო, მართლა არა გქონდა თუ არ აღმომიჩენია მე ამას რო აქვს შავთეთრი არ აქვს. არ აქვს შავთეთრი გადაღებისთვის არ აქვს. რატოა კარგი, როდესაც საკუთარ თავს უგზავნი მესიჯებს. ჩემთვის ამ შემთხვევაში მართლა კარგი იყო, იმიტომ რომ დაახლოებით ვიცოდი რომ პაროლი მახსოვდა ყველაფრის არამე წინა ვიდეოზე გითხარით რომ ერთადერთი პაროლი მაქვს, რასაც ყველაფერში ვიყენებ და დამავიწყდა. დამავიწყდა და მჭირდებოდა ამ ტელეფონისთვის, რადგან Google-ში უნდა შევსულიყავი და Google-ის ანგარიში, ჩემ შემთხვევაში Google-ი არის ყველაფერთან დაკავშირებული. Google-ი რო ვინმე წამართვას აღარ მექნება არაფერი, თუნდაც ჩემი YouTube. ხო და მე ეგ პაროლი დამავიწყდა, ის ერთადერთი პაროლი დამავიწყდა, რომელიც მქონდა. და მე გამახსენდა, რა მაგარია, როდესაც საკუთარი თავი ყავს და მესენჯერში შეგიძლია რაღაცა გაუგზავნო. და ისიც გამახსენდა, რომ მე საკუთარ თავს არ ვენდე თვეების წინ და საკუთარ თავს გავუგზავნე მესიჯად Google-ის პაროლი. და ეს Google-ის პაროლი დამეხმარა იმაში, რომ მე ახალ ტელეფონში გავაქტიურე Google-ი, გავაქტიურე YouTube-ი, სხვა არაფერი. ანუ სხვა ყველაფერი ისევ აქ მაქვს, ამ ტელეფონში მაქვს, კარტაც ამ ტელეფონში მიდევს, ყველაფერი. ამას ვიხმარებ ჩვეულებრივ დასარეკად და სულ ყველაფრად. ეს ტელეფონი იქნება ჩემი სამუშაო ტელეფონი. სამსახურის. იმიტომ რომ ეხლა ნამდვილად არანაირი სურვილი არ მაქვს, როდესაც სამსახურში ვიქნები და ეს ტელეფონი მედება ჯიბეში, თევზიანი ხელებით შევეხო. ზოგადად არც ამას არ ვეხები, არა, ამასაც იდეალურად ვუფრთხილდები ამ ტელეფონს და არ ვაყიდები შეურაცხყოფას, არ ჭყიანი ხელებით, თევზიანი ხელებით მithmetes არ ვეხები. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ზარი ირეკება ხოლმე, ხელთათმანი ხელები იქვე და საპნით რამე და მაშინ პასუხობთ ხოლმე ყოველთვის, იმიტომ რომ შეუძლებელია ფაქტობრივად რამე შეეხო იმ ხელებით. ხო და ანუ ეს იქნება ისევ ჩემს გვერდით, ჩვეულებრივ მუშაობ მდგომარეობაში, ლაშასთვის არ შევითავაზებია. ხო, რა ვიცი. იყოს. ხო და ამ ტელეფონს გამოვიყენებ საამისოდ. ძალიან გავუფრთხილდები. თქვენ იცით რომ მე ტექნიკის გაფრთხილება ძალიან მიყვარს, თან ისეთი ტექნიკის, რომელშიც საკმაოდ თანხა მაქვს გათხრეშილი, მithხლეშილი. რა მნიშვნელობა? თხრეშილი ერთი და იგივე ისა ფუძე. ხო და ძალიან ყველაფერს უფრთხილდები რა, მithmetes ახლა ისედაც ხო ისინა იდირვა ხო უფრთხილდები და ჩემი იდირვა ხო უფრთხილდები ასე რომ ასე რომ თუ ჩემსავით გულმა ვიწყები ხართ და გავიწყდებათ რაღაცეები,
გავგზავნეთ თქვენს თავს მესიჯები. მე მაგალითად ძალიან ადრე ბაზრობაზეც რომ მივდიოდი ხოლმე ვიყენებდი პასტათა ფურცელს და ვწერდი სიას. მე მიწევდა ფურცელი გადაშა და წაიკითხე გადახაზე პასტა ცალკე ფურცელი ცალკე მე ფურცელსაც ვეძებ პასტასაც ვეძებ ამ არეულ ჩანთაში რაღაცებს რო ვიყიდი და აი ერთმანეთში აიზილება ხოლმე ხო და უკვე რამდენიმე წასვლა მესენჯერში ვწერ ჩემს თავს თუ რა უნდა ვიყიდო და მე რო ვიყიდი მაგალითად სავარცხელს დავადებ სავარცხლის მინაწერს და ვშლი. ანუ სიდან ამოვიხე. ხოლმე და რაც დამრჩება ის ხა ძალიან მაგარია. პრაქტიკაში ძალიან კარგი გამოვიყენი. ანაქამდე რას ვიტანჯებოდი ნეტა ვიცოდ. ხო. რაც შეეხება შავ-თეთრ ვიდეოს, თქვენი აზრით მეინტერესებს. ახლა ყოველთვის შავ-თეთრით გაგრძელებას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, როდესაც ესე მეტი დატვირთვა აქვს ჩემთვის შავ-თეთრს. მეტია ჩემთვის. ყველაფერზე მეტია შავ-თეთრი კადრი ჩემთვის. არ ვიცი რატომ ვერ ხსნი. ეგ ჩემთვისაც, ჩემ თავსაც ვერ ავხსნი, რატო? იმიტომ რომ მიყვარს რაში აღმოვაჩინე, რომ მიყვარს ძველი ფოტოების დათვალიერება, შავ-თეთრი ფოტოების, შავი და თეთრი არის ჩემი საყვარელი. სხვა ფერებიც არის, მაგრამ შავი და თეთრი განსაკუთრებით. და თქვენ იცით რომ შავ-თეთრი ნახატები ჩემთვის არის, რა ვიცი, სასწაული ნახატები, თუნდაც ხეზე, თუნდაც სხვადასხვა ნამუშევარი და ბოლოს არის პერანგებზეც კი შავ-თეთრ ნახატს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა. შავ-თეთრი ძალიან მიყვარს. ხო და შიგადაში ყოველთვის ახლა რაღაცეები გადამეტებული არ ვარ. ანუ შავ-თეთრიც უნდა გააფერადო, ამიტომ ეხლა არ დამიწეროთ, რომ იცი რა შავ-თეთრი კაი ვიდეოა, მაგრამ შესაფერადი ჯობია. ანუ ვისთვის როგორ რა? ამ შემთხვევაში რატომღაც მომინდა რომ შავ-თეთრი იყოს. შემდეგ ყოველთვის ფერადი იქნება. ალბათ იქნება რაღაც მომენტში ისევ შავ-თეთრი. რაღაც მომენტში ისე ფერადი, მე რაღაცებსაც აღმოვაჩენ ხოლმე და ასე შემოგთავაზებთ ხოლმე ვიდეოებს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან ბევრი ფუნქციები ვუპოვე. და გამოვიყენებ, რა თქმა უნდა, არხისთვის. ზოგადად შავი და თეთრი ძალიან ბევრისთვის აღიქმება რაღაცა ნოსტალგიასთან, რაღაცა გულის ტკენასთან, ჩემთვის სიმყუდროვია. სიმყუდროვესთან, დაკარგვასთან, გაუფერულებასთან, მოგონებებთან. შავ-თეთრი ფერი ბევრ რაღაცა შეიძლება მიუცადაგოთ. ამ შემთხვევაში შავ-თეთრი ფერი ჩემთვის ნინო შენი ტელეფონია? აბა ცოტა ჩაუწიე. შავ-თეთრი ფერი ჩემთვის აი ხა რაც ჩამოვთვალე ყველაფერს ესადაგება. მოგონებასაც, დაკარგვასაც, ტკენასაც, წყენასაც, ბედნიერებასაც, ფიქრს, მომავალს, აი ხوارი რომ ნათელ ფერებში, ფერადი ფერებს გისურვებ, რაღაც ნათელ ფერებს, ნათელ მომავალს. შავ-თეთრი ჩემთვის შეიძლება ითქვას, რომ სხვისთვის როგორი აღსაქმელიც არის ფერადი მომავალი, ჩემთვის შავ-თეთრი ყავს იგივე, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ეს ფერი. ანუ შეიძლება ჩემთვის შავ-თეთრად ყველანაირი გრძნობა წარმოვიდგინო. ტკივილიც, ბედნიერებაც, ანუ მარტო გაუფერულებულ გრძნობებთან არ არის კავშირი. ეხლა რატომღა ძალიან გამიხარდა, რომ ეს აღმოვაჩინე ფილტრის გარეშე, რა თქმა უნდა, არანაირი ფილტრი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ n რაოდენობის რაღაცეები აღმოვაჩინე, მე არ მიყვარს ფილტრი.
არ მიყვარს ხელოვნურობა. არ მიყვარს რომ წარბი აქედან აქ აქვთ. თუნდაც არ არსებული წამწამი რომ რაღაცა ქეშათადებთ ფილტრში. ტუჩი რომ ცხვირიდან იკაპამდე იწყება და ეგეთი რაღაცები არ მიყვარს. კვირდებით მაგდონემდე არ მივალ. და თუ მივალ დამიმტრიეთ ტელეფონი, მაგის იმას გაძე. ოღონდ ჯერ გადავიხადო. ჯერ გადავიხდია და იცი. არა, ტელეფონი გადავიხადე. ვალი მაგ. ვალი მაგ. ჩემი ქმრის ვალი მაგ 800 ლარი. და როგორც ვატყობ ხა ნინოსაც უნდა დავესეს, ხო? ამ თვეში. ექსკურსიები. მაგრამ არა უშავ ესეთ შავ-თეთრი ფერია ჩემთვის. იმიტომ რომ ის თანხა მე ბედნიერებისთვის მოვიხმარე და საერთოდ არ უნანობ კიდევაც რამე რომ დამჭირდება უნდა მოვიხმარო. აბა რა მინდა? რისთვის ვაგროვო მუთაკას ჩავდო? არ მინდა. იშოვი გაფლანგე იმისთვის რომ იყო ბედნიერი, იყო შენი შვილები იყვნენ ბედნიერი, რაღაცა გაიუმჯობესო, გაიღიმო. ანუ დაგროვების ქალი არა ვარ. დაგროვების ქალი რა? ფლანგველი არა ვარ. დავისახავ მიზნად, მაგალითად მინდა კონკრეტული ეს ვიყიდო. და ამისთვის მოვაგროვ ფურს და ვიყიდე. მე დავისახავ მიზნად რაღაცა სხვა ვიყიდო. ვიყიდი, გავაკეთებ. მაგრამ ამ რო ვიცი რომ ეს უნდა ვიყიდო, სხვა რაღაცებში არ ხარჯავ ფულს. საჭიროების სამებრ ხარჯავ, კი, როგორ არ ხარჯავ. საჭირო ხა სისულელია სამ ბავშვია და ხან რა გვინდა და ძალიან სისულელია ვთქვა და უირასავ ესე სანამ იმას არა ის ყოველდღიური ხარჯები არ განიხილება. ახლა როგორია? შავ-თეთრი როგორ მოგწონს? თავისთან ის. არა, შავ-თეთრზე დავაყენე. ეს ნახევარი ესა. ეგ სხვა ფუნქცია რომ იქითაც ჩანდეს და აქეთ. მოგწონს შავ-თეთრი ვიდეო? მედან. ბარბარებს აიღო ტელეფონი. კი. ბარბარებს უნდა დამებარებინა წიგნი მოეტანა. ხვალ ხო გაქცეკო? ხო. მაგრამ სამზე გაქ. ნუ მოკლედ დაიბეჭდა მარტყოფიში წიგნი. ქვია მარტყოფიდან მარტყოფამდე. თუ არ ვწდები. წინა გამოშვებაც მინდოდა და თიკო შემპირდა მაქვს და მოგცემო. და ჩარიცხვები რო იყო წინა გამოცემის დამაგვიან და ჩარიცხვა და იცი როგორ არის იბეჭდება იმდენი რამდენიც ირიცხება და არ იბეჭდება ზედმეტი ტირაჟით ზედმეტი რომ რაღაცა დარჩა. ხო და ისა თიკო მითხა რომ გამხელა. ნუ მიშვილო რა მხელა მიცეხად კი ბოლომდე კი. ხო და ისა ეხლა ჩავრიცხე და ჩემი წიგნი ჩემთან უნდა მოვიტანო. ცოტა სქელია ძალიან ბევრ მარტყოფელზე წერია ძალიან წასულებზე არის ეგ წიგნი უკვე წინა ორი ტომი თუ ორი წიგნი დაიბეჭდა ეგეთი მეებზე ან მოგონებების სახით რა და ეს წიგნი არის აქ ვინც ცხოვრობთ ამჟამად მარტყოფში სხვადასხვა წარმომადგენლები რაღაცები იმაზე ინფორმაციებია რა და ეს წიგნი რო იბეჭდებოდა ვინც ინფორმაციას აგროვებდა ძალიან ჩემდა რაღაცნაირად მომხვდა გულში მოვიკითხავ აქედან ადამიანს რომელმაც მომწერა მარტყოფის წარსული და აწმოდან ის არის გვერდია Facebook გვერდი და მომწერა რომ პატარა ადგილი დაეთმო ჩემთვის წიგნში ჩემზე ინფორმაციას და იმდენად რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა რომ მეთქი რას ამობ ანუ რაღაცა ბევრნაირი ემოცია მქონდა რა და ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა ძალიან დიდი ბედნიერება იყო როდესაც ამდენ ასეთ ადამიანს შორის პატარა ადგილი დავეთმო და ძალიან მიხარია და ეგ წიგნი უნდა დამებარებინა დღეს რადგან დაიბეჭდა უკვე გაცემა დაიწყო და ჩემი წიგნი ჩემთან და მოსულიყო.
ერთი სული მაქვს წავიკითხო, იმიტომ რომ პატარ-პატარა დეტალები ისინი ნაწყვეტები ვნახე. მაგას მოწავე. რაც სხვადასხვა მარტყოფელზე წერია და ერთი სული მაქვს გადავიკითხო ყველა, აი ძალიან დიდი სურვილი მაქვს და ეხლა ცეკვე დაწყებული. კი, რომელი საათი? თორე და ივანე წავიდა უკვე. არა, ისინი აღარ იქნებიან, ვიცი მაშულა. თორე და ხვალე მე ჩავალა მე წავიდა. წამოყევი შენს, მე რო იქნება. მე რო წავალ ცეკვაზე. შენ რო წავალ ცეკვაზე, გენი აღარ იქნებიან, მაგას ვამბობ. ეგე ადრე მეთია? არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში გავარკვევ რა. ხო და ის არა, ერთ სული მაქვს ვნახო. ანსამბლ ჯვარულზე წერია, ჩემს ძალიან ბევრ ნაცნობ ადამიანზე წერია და ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი წიგნი იქნება. ის რომ ბევრი ნაცნობის ისტორია ეწერება, ვინც ძალიან მართლა ძალიან კარგი ადამიანია და დიდი პატივია, რომ რაღაცა პატარა მონაკვეთი მათ გვერდით მეც მაქვს დათმობილი და ძალიან მიხარია. მადლობა ყველას ამისთვის, რომ ეს ძალიან დიდი დაფასებაა რა, ძალიან სიტყვებითაც ვერ გამოვთქვა როგორი. ახლა ტელეფონის სატენი უნდა განახოთ, რომელიც ჯერ არ მინახე. ამისი მომაწოდია გეიქროდებს. ეხლა განახებ ამ ტელეფონის სატენს განახებ ეხლა. მეოთხე. ხო შვიდობა. მეოთხედი არიან. ოღონდ ამ ეს ტელეფონი რომ 0%-ზე ჩამოვიდეს და შეაერთო 10 წუთში არც კი იქნება 100%. შეკარგადანი. ამიტომ ამას არ შეეხებოთ თქვენ. ეს წაიღე. ან ესეც ორიგინალია. ბარბარას ისიც რამხელაშნელი აქ. ესეც ორიგინალია ამ ტელეფონის და აუცილებლად ყველა ტელეფონს საკუთარი ორიგინალი დამტენი უნდა ჰქონდეს და მითი იტენებოდეს. ეხლა ამით შეიძლება ის დავტენო, მაგრამ შეიძლება ვერ გაუძლოს, იმიტომ რომ გაუძლოს როგორ არა, ეს უფრო ის არის რა და არ მინდა რომ ამ ბატარეა იმას გაუფუჭეს ანამს. ამიტომ ეს არის ამისი, ის არის იმისი. მორჩა გათავდა და აი ეს სამთავდა. აი მას ახსნე. აი ყოს რა, ხო იცი ეს რაღაცებს არ ხსნი. აი ფალტა ვარ კარგავ, მოდი ხა ჩაალაგე მომეცი და დავიმშვიდობები ხა მაყურებელს. მითხარ. თავარი ის არის Google-ში შევედი. ჩემთვის თავარი რაც არის და ერთადერთი ხა გადმოვწერ, არ გადმომიწერია CapCut-ს. ამ ტელეფონში ეხა განახებთ, არ ვიცი რამდენად გამოჩნდება CapCut-ს, როდესაც გადმოვწერდი, თქვენ იცით რომ ცინცინებდა ხოლმე ვიდეოები. ამიტომ მომიწია, ოღონდ მარტო ეს ამ ტელეფონით ვერ ვაკეთებდი რა. მომიწია აი ამის გადმოწერა. ეხლა მოდშავ თეთრად ჩანს, მაგრამ ისი არის წითელი თეთრში და InShot აწერია. ამით ვამონტაჟებ ამ ტელეფონში და აქ ძალიან ადვილი აპლიკაცია, ოღონდ იგივეა რაც CapCut-ი და ჯერჯერობით CapCut-ს გადმოწერთ, რომ ძალიან წითელი ის რაღაცები რომ ანახავთ. ესეც მსგავსია მუსიკებითაც, ყველაფერი თითქმის გავს რა, მაგრამ რატომღაც CapCut-ს ძალიან მივეჩვიე და ეხლა კი კაი ხანია სულ ამას ვიყენებ, მე მგონი იგივე სიტუაცია. ნინო, ესეთი ოფერული რომ მქონდა იმ წუთას დავკარგე და ხوارიცება. ბარბარას რო დავუყარა. ეხლა შუქი განათდა თუ მე მომეჩვენა. აქ ხო არ გიდოსლე. ხე. არა, დაბლა მქონდა რომ დავიბანე, ეხლა დავდაბლა. მაშინ აბანოში დავჭი. არა. ისა ხალათი გამოიღე ჯვარიც ჯიბეში მიდევს, აი ხა გამახსენე. თაზუკის საწმედი მაქვს ხოლმე მოხეული რომ გამოვდივარ და მარჯვენა ჯიბეში უნდა იყოს უმეცი. და ისა რო არ გავწყვიტო ხოლმე არ ვხსნი, ანუ ესე არ ვხსნი და თავიდან ესე გადმომაქვს და საწმენზე არ ვიკეთებ ხოლმე რო არ გამიწყდეს. ამიტომ ვიშრომე ხა სხვათა შორის ხალხნო და ჯამაათნო
ეზოში წყლის ბაკები და რაღაცეები, რომ ისედაც ერთი ბეწო პაწაწინა ეზო მაქვს და ისედაც ვერაფერს ვერ ვტევ და ის წყლის მარაგებისთვის მქონდა ბაკები, რომ წყალი მაინც წყდება ხოლმე, ყოველთვის არ არის და მარაგს ვავსებდით ხოლმე და ეხა кайხანი არ დაწყვეტილა და წყალი ისედაც გამოსაცვლელი იყო. ცოტა მოვიჭრო გაჩერდეს. ხო და ისა ერთი ბაკი ისედაც გვაქვს და რამენაირად ვიმყოფინებთ, იმიტომ რომ დიდი ხანი აღარ დაწყდომილა თუ როგორ ვთქვათ ეს წყალი და იმედია სანადებელი არ გამიხდება ამდენი წყლის გადაღვრა, მაგრამ ისედაც აი ესეთი პაწაწინა ადგილია და ამ პატარა ადგილში რო დგა ორი დიდი ბაკი, აი ეს დიდი მრგვალი ბაკი და 4 პატარა ბოჭკა საერთოდ იკარგება ადგილი და აღარ ღირს. მოკლედ ეხა წავალ გამოირთვებოდა საკერავი რაღაც და საერცხლის მანქანა. დავფენ და შემდეგ აი ამებს მივხედავ. ძალიან მაგარია შავ-თეთრი ვიდეო, იმიტომ რომ გარშემო თუ რამეა დეტალებში რამე ჩანს, რომელიც არის არეულიობა, იმენად ერთფეროვანი ხდება და იმენად შეუმჩნეველი, რომ ეს ძალიან კარგი. ეს ახლა საერთოდ არ ეტყობა, რომ დასაკეცი ბიჭია. და საერთოდ არ ეტყობა, რომ ახლა ყირთამალა დავეცი და ისე დავიგდე მუხლებზე. ხო, მადლობა დიდი, ძალიან ბევრი მილოცავთ ახალ ტელეფონს და გაიხარებთ. ხო, მეორე ვიდეო არ იქნება შავ-თეთრი, ჩვეულებრივ მივყვეთ ტრადიციებს. დავიდი. დროებით